როცა არ დაიღლები ესეთი ჭკვიანი კომენტატორებისგან. ახე მეგობარო, ეხლა მე შენ აგიხსნი. დარწმუნებული ვარ, რომ შენ ამ ვიდეოს ნახავ და მე მგონი რომ ვინც ამ ვიდეოს ნახავს, ყველა ეცდება რომ უყუროს ბოლომდე, დაალაიქოს, გადააზიაროს, რომ მაქსიმალურად მალე მოვიდეს შენამდე. ნახე, შენ ამას ეძახი, ლამაზ ნეხს, ესე რო ვთქვათ და მაგას ჯობია რა თქმა უნდა ხიშამფური. მე კომენტარებში დავწერე კიდევაც. ამას ყიდულობენ 99% სასაჩუქრეთ, რადა გაახარონ თავისი საყვარელი ადამიანები, ვიზე დიდი ამაგი აქვს და უნდათ რომ მათ თვალებში სიხარული დაინახონ და ჩუქნიან ამბოქსებს. შენ რასაც იძახი, ხა წარმოიდგინე რომ ეს იგივე ხალხი მივა და გამოთლილ იმას თხილის ჯოხებს მიუტან. როგორი იქნება? ძალიან მაგარი საჩუქარია მე მგონი, ხო? ესე კაი ბიზნესია. თუ ისმის ჭუქაში მოგივათ, გამოთვალეთ რამაზად თხილის ჯოხები და ძალიან მაგარია, სასარგებლოა. ასევე სასარგებლოებაზე მე თქვენ გეტყვით იმას, რომ ყველაზე ეკოლოგიური არის ცხენი, მაგრამ ვერავის მე ცხენით ვერ ავხედავ. ყველა არაეკოლოგიური და არაჩანსახი მანქანი დადის და რაც უფრო დიდი ძრავია, უფრო მეტ შესაძლებლობად ითვლება. ასე რომ ცოტა სხვანაირად ვიფიქროთ.